მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ხუჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. გიორგი 25 წელია ვეხმარები ადამიანებს მათ ცხოვრების გაუმჯობესებაში და მათი მიზნების მიღწევაში. და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატო გვემართება ხანდახან, რომ გვიჭირს ხოლმე მნიშვნელოვან რაღაცეებზე კონცენტრირება. ანუ ეს ვიდეო სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს მეტი კონცენტრაცია, მათთვის პრიორიტეტულ ამოცანებზე, პრიორიტეტულ საქმეებზე. ხანდახან ხდება ისე, რომ ჩვენ ვისახავთ მიზნებს, ვსახავთ გეგმებს, ზუსტად ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ან სულ რაღაცა ხდება და ასე ვთქვათ, ვერაბავ ამას თავს, ან გავიწყდება, ან ხასიათზე არ ხარ, ან უენერგიოდ ხარ, ან კიდე რაღაცა სხვა გინდება, ერთი სიტყვით, შენი ყურადღება დარბის იქით-აქეთ და არ გამოგდის ესეთი სტაბილური კონცენტრაცია შენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტულ ამოცანაზე. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, ხო? პირველი რაც უნდა გავიგოთ, ეს არის ის, რომ ჩვენი ტვინი და ნერვული სისტემა არ არის ბუნებრივად მოწყობილი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო საუკუნეში, ესეთ საინფორმაციო შტორმში ფუნქციონირებისთვის. რატო? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობდა ჯუნგლების პირობებში, ხო, ტყეში რაღაც გამოქვაბულებში, დღევანდელთან შედარებით საკმაოდ იშვიათად ხდებოდა სხვადასხვა საფრთხეებს ცხოვრებაში. და იმისთვის, რომ გადარჩენილიყო, ხო, მისი ტვინი ცდილობდა დაემახსოვრებინა ყველა ეს საფრთხე, ყველა ეს ნეგატივი, რომელსაც შეხვდებოდა, იქნებოდა ეს პაცებელი ცხოველი თუ ბუნების რაღაცა საშიში მოვლენა და შეენახა ეს ნეგატიური მოგონება ცალკე პაპკაში, წარწერით, ასე ვთქვათ, საფრთხეები და საშიშროებები. იმისთვის, რომ მომავალში უკეთესად ამოეცნო ეს პოტენციური საფრთხე და ანუ ეს არის ჩვენი გადარჩენის მექანიზმის ნაწილი. შესაბამისად, დღეს ჩვენზე მოქმედებს n რაოდენობით ინფორმაცია, ახალი ამბები, ჭორები, ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, გაჟღენთილი არიან ამ ნეგატიური ახალი ამბებით. იმ შემთხვევაში, თუ შენ არ ხარ ნეგატიური ახალი ამბების, ნეგატიური ნიუსების მომხმარებელი, ურთიერთობა მაინც გაქვს ადამიანებთან, ვინც ამას ატარებს საკუთარ თავში და შესაბამისად რა ხდება? ჩვენი ტვინი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვროს, ხო, იმისთვის, რომ გადარჩეს და იქმნება ესეთი საცობი ტვინში ელემენტარულად, როდესაც ნეგატიური ინფორმაციის რაოდენობა აღემატება ჩვენს უნარს ცნობიერად გადავამუშავოთ ეს ყველაფერი და შესაბამისად ამას მიაქვს უამრავი ფსიქიკური ენერგია და ხანდახან აღარ გვჩება ენერგია საიმისოდ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ასე ვთქვათ, ძვირფასი ყურადღება ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტულ რაღაცეებს. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის რა? გამოსავალი არის ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ კონცენტრაციის უნარი ესეთ საინფორმაციო შტორმში, ხო, რომელშიც აღმოჩნდით. და მე გითხრათ, რომ ეს უნარი აღარ არის ფუფუნება, ეს არის ელემენტარული გადარჩენის უნარი, რომ ასე ვთქვათ, იფუნქციონირო ნორმალურად და შეინარჩუნო ფსიქიკური ჯანმრთელობა დღევანდელ საინფორმაციო საუკუნეში. შესაბამისად, მეორე იდეა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, მეორე რაღაცას უნდა მიხვდეთ, ხო, ჩვენ გვაქვს ორი ყურადღება, ერთი ყურადღება არის ცნობიერი, ხო, იმაზე, რაზეც გონია, რომ ეხლა ფიქრობ, რითიც ხარ ეხლა დაკავებული და მეორე ყურადღება ის არის ჩვენი ქვეცნობიერის ყურადღება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ცხოვრებაში ხდება არა ის, რაც ცნობიერად გვინდა, არამედ უმეტესწილად ის, რაზეც არის დაპროგრამებული ჩვენი ქვეცნობიერი. შესაბამისად, ჩვენი ქვეცნობიერის დაპროგრამება უნდა ვისწავლოთ ჩვენ თვითონ. ჩემი ნება რო იყოს ამას ვასწავლეთ ადამიანებს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, იმისთვის, რომ მათ ელემენტარულად ისწავლონ საკუთარი ტვინის მაქსიმალურად ეფექტურად ფლობა, ხო? იმისთვის, რომ დავაპროგრამოთ ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით, იმისთვის, რომ ის მუდმივად იყოს, მისი ყურადღება მუდმივად იყოს მიმართული ჩვენს პრიორიტეტულ ამოცანებზე თუ საქმიანობაზე. ამისთვის უნდა მივხვდეთ ეს რაღაცას, რომ ჩვენი ქვეცნობიერი საყვარელი ენა არის დიდი ფერადი სურათები. ან მარტივად რო ვთქვათ, რაღაცა ამოცანა, რაღაცა აქტივობა, დახუჭული თვალთო წარმოიდგინეს ეს დიდი უზარმაზარი ფერადი ფილმის სახით, აი მაგალითად ხედავთ საკუთარ თავს, რომელიც თქვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანს აკეთებს, ხო? დაახლოებით 15-20 წამიანი წარმოსახვითი კლიპი.
ამ შემთხვევაში ჩვეცნობიერისთვის ეს გახდება ძალიან მიმზიდველი და ყურადღების მიქცევას მოინდომებს აუცილებლად. აი პატარა ბავშვს რო შეიყვანს სათამაშოების მაღაზიაში და წითელ და დიდ სათამაშოებზე რო მაშინვე მისდის ყურადღება. აქაც დაახლოებით ესეთი პრინციპია. შესაბამისად, დავხუჭოთ თვალი, ანუ თვითონ სავარჯიშო ტექნიკურად კეთდება ესე. ხუჭავთ თვალს, წარმოვიდგენთ დიდ ეკრანზე საკუთარ თავს, რომელიც არის დაკავებული მისთვის პრიორიტეტული საქმით, მისთვის პრიორიტეტული ამოცანებით, ხო, ან ორიენტირებულია მისთვის პრიორიტეტულ მიზანზე. ანუ ხედავს საკუთარ თავს, რომელსაც ეს კარგად გამოსდის. შემდეგ, ერთ ხელს ვიდებთ აი ესე მეორეზე და ვიწყებთ აი ესეთ მოძრაობას, ხო, რომელიც უფრო მოფერებას გავს. ხუჭავთ თვალს, ვაგრძელებთ ესეთ ხელის მოძრაობას და წარმოვიდგენთ, რომ უყურებთ აი ამ 15-23-იან ფილმს საკუთარი თავის შესახებ, რომელიც მომართულია მისთვის პრიორიტეტულ აქტივობაზე ან საქმეზე. ეს ყველაფერი დახუჭული თვალით. შემდეგ ნახეთ ხო ეს ფილმი ერთხელ. შემდეგ წარმოვიდგინეთ როგორ შევაბიჯეთ შიგნით და ვიგრძენით, წარმოვიდგინეთ მთელი ეს ემოციები, შეგრძნებები, როდესაც ჩემთვის პრიორიტეტული რაღაცით ვარ დაკავებული და თან კარგად გამოდის. აქაც დაახლოებით 15-20 წამი. სულ ეს არის მთელი სავარჯიშო. ოღონდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სავარჯიშო თითო პრიორიტეტზე გავაკეთოთ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე. რა ვიღოთ რაღაცა პრიორიტეტული ამოცანა და დღეში 1 წუთი დავუთმოთ აი ამ სავარჯიშოს, იმისთვის რომ გავიაზროთ და სწორად დავანახოთ ჩვენს გონებას რა გვინდა. ერთ კვირაში ეს პრიორიტეტი გახდება ავტომატური, ან ჩვენი ქვეცნობიერის ყურადღება სულ იქნება დამიზნებული სწორი მიმართულებით, მართლაც რა ვთქვათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა რაღაცებს აკეთებ, თუ გძინავს ვიღაცამ, ასე ვთქვათ, და გიძახა, რაღაცა სხვა საქმე გამოჩნდა და შემდეგ ქვეცნობიერის ყურადღება და თქვენი რესურსები, იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი მართავს რესურსებს, იქნება მიმართული თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით და აღმოაჩენთ, რომ უფრო მარტივად გამოგდით აი ამ პრიორიტეტულ რაღაცების კეთება და თქვენთვის სასურველი მიმართულებით უფრო სწრაფად და იოლად მოძრაობთ. აი, ეს არის მთელი სავარჯიშო ამ შემთხვევაში. რა მინდა კიდევ გამცნოთ, მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ჩემს ფინანსური კეთილდღეობის მარათონში. ეს არის სპეციალური კურსი, გაკეთებული მათთვის, ვისაც სურს ფინანსური ზრდა, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ, ასე ვთქვათ, საიდან იწყებთ, რა დონეზე ხართ ფინანსური კეთილდღეობის ახლა ამ მომენტში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მარათონში, ამ კურსში მოცემული ინსტრუმენტები მოგცემთ საშუალებას, რომ განიცადოთ, ასე ვთქვათ, თქვენი ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ზრდა და აითვისოთ ის უნარები და ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც მოგცემთ საშუალებას, რომ არა მხოლოდ იშოვოთ მეტი ფული, არამედ შეინარჩუნოთ მეტი ფული, ხო? იქნება მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. მილიონერი როგორ გახდეთ, არ ვიცი, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან, ხო და ვიყოთ მატერიალურად კეთილდღეობის მდგომარეობაში. აი, ამის გაზიარება სურს ზუსტად თქვენთვის. იმისთვის, რომ ნახოთ ამ კურსის, ამ მარათონის პროგრამა, ამ ვიდეოს აღწერაში დევს ბმული, შეგიძლიათ მასზე გადახვიდეთ, ნახოთ პროგრამა, მომწეროთ აი ამ პეიჯის პირადში. ასევე ბმულს დავდებ კომენტარებში მას შემდეგ, რაც ეს ვიდეო დასრულდება. დღეისათვის სულ ეს არის და მოვალ შეხვედრამდე.